გამარჯობათ მეგობრებო, დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი. დღეს ვართ სტუმრად Wistorg-ისთან, ესეთი ლოჯისტიკური და მიწოდების სერვისი არის, რომელიც e-commerce-ებს ძალიან ეხმარება. და მოდით გავიგოთ ამ კომპანიის შესახებ დეტალები, რა შვებიან, როგორ შვებიან და დავალაპარაკოთ ამ ყველაფერზე. ვახო, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდი გადაცემაში მონაწილეობაზე. მოდი მოგვიყევი Wistorg-თან დაკავშირებით, რა საიდან წამოვიდა ეს იდეა, როგორ დაიწყეთ და როგორ განვითარდით და დღეს სად ხართ? გამარჯობა ლადო, გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის. ესე იგი ეს დავიწყებ რომ წამოვიდა, რა თქმა უნდა, პრობლემის მოგვარების ესე ვთქვათ, პრობლემის მოგვარება გვინდოდა, იმიტომ რომ გქონდა ონლაინ მაღაზია, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ონლაინ საქმიანობა. და შეგვექმნა ის პრობლემა, რაც დღესდღეობით ალბათ მე ვფიქრობ, რომ 90% ონლაინ მაღაზიას აქვს. ეს არის დასაწყობების პრობლემა, ეს არის მიწოდების პრობლემა და ეს არის რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერ ბიზნესის დროის პრობლემა, დროის ეკონომიის პრობლემა, რაც და პლუს ამას ფინანსების ეკონომიის პრობლემაც. ქონდა ესეთი ონლაინ მაღაზია, Kilokeri და ესე ვთქვათ, პირდაპირ ვიტყვი რომ ქონდა სახში დასაწყობებული პროდუქცია და გვჭირდებოდა ესე ვთქვათ, ერთი ადამიანი მაინც სტაფი, ვინც მიხედავდა შემოსული შეკვეთების შეფუთვას, გამზადებას, კურიერების დალოდებას, გამოძახებას, გაგზავნას, შემდეგ ტრეკინგის კონტროლს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მოგვივიდა ეს იდეა, რომ შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, ისეთი რაღაც კონცეფცია შეგვექმნა, რომელიც აი ამ პრობლემებს ყველაფერს გადაჭრიდა. ხო. და პირველი ესე ვთქვათ, ჩვენთვის გავაკეთეთ, ესე ვთქვათ, ეს fulfillment-ის იდეა მოგვივიდა ჩვენთვის, ჩვენი კომპანიისთვის, რომ გადაგვიჭრა ეს პრობლემა. და შემდეგ რა თქმა უნდა შევთავაზეთ, უკვე დავიწყეთ ესე ვთქვათ, სხვა კომპანიებისთვისაც შეთავაზება. ეს არის აი მოკლედ რო გითხრათ რას აკეთებს ესე ვთქვათ ონლაინ მაღაზია რომ მოიხსნას აი ეს პრობლემები რაც ნიშნავს იმას დასაწყობების პრობლემას, კურიერის გამოძახების, ლოდინის შეფუთვის, დასტიკერების და ასე შემდეგ. ჩვენთან პირველ რიგში ის არის რომ ფინანსური ხარჯების ეკონომიას წევს კომპანია, როდესაც ჩვენთან თანამშრომლობს, იმიტომ რომ მაგალითად ავიღოთ აი კომპანიას, რომელსაც რაღაც პროდუქცია შემოაქვს, ან აწარმოებს, ჭირდება ფართი, რომელშიც დაასაწყობებს პროდუქციას, ჭირდება, ვთქვათ, კომუნალური გადასახადები, ჭირდება სტაფი, რომელიც ხო, ნუ ბევრი ხარჯია. ესე ვთქვათ, მიხედავს ამ კომპანიას, ამ პროდუქციის, ესე ვთქვათ, გამზადებას და ასე შემდეგ, საკურიერო მომსახურებას და ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ხარჯი. ჩვენი კომპანია ამას აგვარებს, მოდი ესე ვთქვათ, თვეში დაახლოებით 50 ლარად. და ეს რაში მდგომარეობს? ანუ თქვენ თუ ხართ სტარტაპი და კიდე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კომპანია, რომელიც მორგებულია არა მარტო იმ კომპანიებისთვის, რომელიც არის სრულყოფილად უკვე ჩამოყალიბებული და შეუძლია ვთქვათ აუთსორსზე გაიტანოს თავის გარკვეული საქმიანობა, არამედ მორგებულია სტარტაპებზეც, რომელსაც არ აქვს ვთქვათ ფინანსური შესაძლებლობა, რომ აი ეს ყველაფერი გააკეთონ, ვთქვათ კომერციული ფართი, საკურიერო სერვისი და ესეთი ყველაფერი თვითონ თავისი ხარჯებით აწარმოონ, მოგვანდონ ჩვენი თავის პროდუქცია ჩვენს ესე ვთქვათ საწყობს და ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ აი იმ სტარტაპის ფარგლებში მაქსიმუმ 15 შეკვეთის ფარგლებში შეგვიძლია რომ მოიმსახუროთ სრულყოფილად, ანუ ამაში შედის დასაწყობება, შეფუთვა, დასტიკერება და გაგზავნა. მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს გაგზავნა. ვადები როგორ არის მიწოდების? ესე ვთქვათ, სამი ტიპის მიწოდების სერვისი გვაქვს, ეს არის სტანდარტული მიწოდება, რაც გულისხმობს თბილისის მასშტაბით მეორე დღეს მიწოდებას, ხოლო რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 2-3 დღის ფარგლებში, გააჩნია რომ მაღალმთიანის შემთხვევაში ცოტა ვადები შეიძლება მეტი იყოს. ასევე გვაქვს იმავე დღის მიწოდების სერვისი, რაც გულისხმობს დღის 2 საათამდე შემოსული შეკვეთების იმავე დღეს მიწოდებას თბილისის მასშტაბით, საღამომდე
და ასევე გვაქვს სწრაფი მიწოდების სერვისი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავამატეთ მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს შეკვეთიდან დაახლოებით 1 საათის ან მაქსიმუმ 2 საათის მანძილზე მიწოდებას თბილისის მასშტაბით. კი ბატონო. რამდენი პარტნიორი ყავთ ეხლა დაახლოებით, რამდენი კომპანია თანამშრომლობს? ეხლა ჩვენთან თანამშრომლობს დაახლოებით 20-22 კომპანია. კი ბატონო და ტექნოლოგიურად ანუ რას იყენებს იმისთვის, რომ მაგალითად ნაშთების ავტომატური განახლება თუ ხდება თქვენთან ინტეგრაციები თუ გაქვთ ამ კომპანიებთან შეკვეთების ავტომატური მიღება, რომ პირობითად როდესაც მათ საიტზე შეკვეთა ავტომატურად თქვენთან შემოვიდეს, ეს პროცესები როგორ გაქვთ დალაგებული? კი ბატონო, გეტყვით, ესე იგი კიდევ ერთი რაც არის პლუსი ჩვენთან თანამშრომლობის, ეს არის რომ ეხსნებათ პირადი კაბინეტი, სადაც მთლიანად მთელი პერიოდის განმავლობაში აქვს სრული სტატისტიკა თავიანთი პროდუქციის გაგზავნების, შეუძლიათ რომ ეს დოკუმენტაცია, თქვათ, ამობეჭდონ, გადააგზავნონ და ასე შემდეგ. ანუ ფორმატები გვაქვს, ბევრი სახის ფორმატი, იმ კუთხით რომ კომპანიებმა მიიღონ სრული სტატისტიკა და სრული ინფორმაცია, თქვათ, ბუღალტერიისთვის, მარკეტინგისთვის და ასე შემდეგ. ანუ როგორ წარმართონ მარკეტინგი, მაგალითად შეუძლია რომ ამოიღოს, თქვათ, სტატისტიკა 1 წლის განმავლობაში სად რა გაყიდა, რა პროდუქტი უფრო მეტად გაიყიდა, რომელ რეგიონში გაყიდა უფრო მეტი პროდუქცია და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე შეუძლია რომ აწარმოოს მარკეტინგი, თქვათ, ამოუბეჭდოს საბუთები და სრული, ესე ვთქვათ, აღარ ჭირდება დამატებით რაღაც Excel-ის ფორმები, რომ შეინახოს მონაცემების თვალსაზრისით ყველაფერი დეტალურად. ყველაფერი დეტალურად. როგორ იცავთ მაშინ მონაცემებს? გითხარით, ეგეც ძალიან საინტერესოა დღეს ისეთი რა აქტუალური რა. ესე ჩვენი ესე ვთქვათ, ყავს ჩემი პარტნიორი არის დეველოპერი, რომელმაც ლომისვლილი შეიტანა აი ამ თვითონ პროგრამის დაფუძნებაში და გვაქვს ესე ვთქვათ ძალიან კარგი დაცვა იმ კუთხით რომ ანუ user-ის და parol-ის გარეშე ესე ვთქვათ არავის წვდომა არ აქვს მის პირად კაბინეტთან. ანუ ეხსნებათ პირადი user-ი და parol-ი, ეძლებათ user-ი და parol-ი და თვითონ ვისაც მიანიჭებენ წვდომას, მხოლოდ იმ პიროვნებებს აქვთ საშუალება რომ ვთქვათ აკონტროლონ ესენი პროდუქცია, მარაგები, საბუთები და ასე შემდეგ. ვახო, ხელოვნური ინტელექტი. ამაზე უნდა გკითხო. რამდენად იყენებთ და აპირებთ თუ არა, თუ არ იყენებთ, აპირებთ თუ არა გამოყენებას და რა მიმართულებით? ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ, მაგრამ ჯერჯერობით ესე ვთქვათ პროგრამულ დონეზე არა, უბრალოდ ესე ვთქვათ ხვეწავთ იმას, რომ აი თქვათ რაღაც ტექსტი შევადგინეთ, ან რაღაცა საიტზე რაღაც ტექსტი დასადები, ან რაღაცა სტატია გასაკეთებელი, ამ კუთხით რაღაც ტექსტებს ხვეწავთ, თორე ესე ძალიან სიღრმისეულად ჯერჯერობით არ ვიყენებთ. გასაგები. პროდუქტის უსაფრთხოებას როგორ იცავთ? აი მაგ დაკარგვა თუ მოხდა ან დაზიანება, რაიმე დაზღვევა თუ მოქმედებს პარტნიორებისთვის თუ როგორ ხდება მე ამ საკითხები, ამ პრობლემების გადაჭრა? კი ბატონო, ან ჩვენთან მოტანილი პროდუქტი ჯერ პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩვენი საწყობი არის დაცული 24 საათი, ეს არის გამსახურება დაცვის სამსახური და პროდუქცია დაცული არის, ასევე კამერებით, შიდა და გარე პერიმეტრი კონტროლდება და ასევე გვაქვს მოტანილი ყველა პროდუქტის დაზღვევა. ჩართული და ესეც დამატებითი უსაფრთხოება არის კომპანიებისთვის. აჰა, გასაგებია. რა რჩევას მიცემდით ქართულ e-commerce-ებს? დაიწყეთ თანამშრომლობა ვისტორთან, თუ გინდათ რომ ხარჯები და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდინოთ და ასევე დროის ოპტიმიზაცია მოხდინოთ. Packaging-ის თვალსაზრისით როგორ ხართ? შეფუთვა ერთ-ერთი ვის არის რა, ასე ვთქვათ, სენსიტიური და მნიშვნელოვანია e-commerce-ისთვის და. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ესეთი ორი ოპცია ვსთავაზობთ ჩვენთან მოსულ კომპანიებს. შეუძლიათ რომ თვითონ მოგვაწოდონ თავიანთი ბრენდირებული შეფუთვები, რომელშიც შემოსული შეკვეთა შეიფუთება, დასტიკერდება და გაიგზავნება და ასევე რომ კომპანიებს რომელსაც არ აქვს თქვათ შეფუთვის ესე ვთქვათ გუფუნება, ჩვენ შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ჩვენი შეფუთვები, რომლებიც მოიცავს თქვათ კაღალდის პარკებს, ყუთებს, ესე ვთქვათ კარტონის ყუთებს და შეუძლიათ რომ გამოიყენონ ჩვენი ესე ვთქვათ ბრენდირებული შეფუთვა. კი ბატონო, სამალოთ თუ აპირებთ რაიმე სერვისების, ინოვაციების დამატებას პროდუქტთან დაკავშირებით, მაგალითად რაღაც ეხლა საწყობიდან ხდება ხო გატანა.
თუ აპირებთ კიდე დამატებითი პუნქტების შეთავაზებას პარტნიორებისთვის ან რაიმე სხვა ინოვაციური პროდუქცია. იბატონ ამ მეგონი ეტაპზე ბოდიშვეხტი აი თინამ ძალიან კაი შეკითხვა დასვა. თქვათ უბნების მიხედვით თუ აპირებთ განვითარებას, რა ეგეც ძალიან საინტერესოა. ჩვენი ესე ვთქვათ კონცეფცია ისეთია, რომ ესე ვთქვათ არ ითხოვს თითოეულ უბანზე რომ იყოს ვისტორის ფილიალი გახსნილი, იმიტომ რომ კომბინირებული არის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში და აქედან გადის, რაღაც არ აქვს მნიშვნელობა ვთქვათ რა უბნიდან გავა პროდუქცია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობთ, თუმცა უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის ვაპირებთ რომ გავხსნათ ალბათ ესე ვაპირებთ რომ თბილისში სავარაუდოდ ერთი ან ორი ფილიალი და მერე უკვე რეგიონებზე გვინდა გასვლა. ალბათ ბათუმი, ქუთაისი და ასე შემდეგ რა. რამდენიმე რეგიონი გვინდა რომ კარგი იქნება. და სერვისის კუთხით თუ იქნება მაგალითად სამალოთ მომხმარებელს შესაძლებლობა რომ თვითონ აიღოს პროდუქცია, მაგასაც ხო არ ფიქრობთ რომ ეხლა მიტანა ხდება, თვითონ რომ შეეძლოთ რამდენიმე ლოკაცია რომ იყოს მაგალითად წარმოადგენილი და თავისით რომ შეეძლოს პროდუქციის გატანა. ბატონო, ეხლა ამ ეტაპზეც უკვე გვაქვს pick-up-ის სერვისი, ანუ მომხმარებელს შეუძლია, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მეც ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი პრობლემა, რომ მაგალითად რაღაც ონლაინ უკვეთავ და მათ აქვს რაღაც საკურიერო სერვისი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული ვადები და მე ამ ვადებში ვერ ვჯდები, ანუ მე მინდა რაღაცა თქვა მირჩივნია რომ მივიდე, მე თვითონ და ავიღო რომ ვიცოდე რომ რა დროს მექნება ის პროდუქცია. აქედან გამომდინარე დავამატეთ ესეთი სერვისი, რომ მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს საწყობში ნებისმიერ დროს და გაიტანოს თავის შეკვეთილი პროდუქცია. ან თავიდანვე კომპანია უთითებს მონიშნავს იმ სერვისს, რომ მომხმარებელს სურს ადგილიდან გატანა და ჩვენ უბრალოდ გავამზადებთ, შევფუთავთ, დავასტიკერებთ მონაცემებით, მიღების მონაცემებით და მომხმარებელს შეუძლია რომ მოვიდეს და გაიტანოს ნებისმიერ დროს. ასევე ნებისმიერ სხვა ფილიალს, რომელსაც გავხსნით, ექნება ეს სერვისი, რა თქმა უნდა. 24 საათის განმავლობაში მუშაობს საწყობი თუ დროში შეზღუდულები ხართ? ჯერჯერობით არ მუშაობთ 24 საათის განმავლობაში, გაქვს შეზღუდული დრო, ანუ სამუშაო საათები არის 10-დან 6 საათამდე, კვირის სამუშაო დღეებში, შაბათს 10-დან 2-მდე, კვირას დასვენების დღეების ჯერჯერობით, მაგრამ სამალოთ, რა თქმა უნდა, როგორც ესე ვთქვათ, განვითარების ეტაპები იქნება, ვაპირებთ რომ გავაკეთოთ 24 საათიანი მომსახურების სერვისი. ჩვენ გვაქვს ესევე დამატებით რომ შევუქმნათ კომფორტი ჩვენს ესე ვთქვათ კონტრაქტორებს, API დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც და ასევე WooCommerce, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია თუ ვთქვათ ჩვენი მომხმარებელი იყენებს WordPress მაგალითად სიტყვაზე, შეგვიძლია რომ მოვხდით ინტეგრაცია, რაც ესე ვთქვათ დამატებითი კომფორტია იმ კუთხით, რომ არ უწევს მას კოპირება ინფორმაციის ჩვენს პირად კაბინეტში. პირდაპირ ავტომატურად მასთან შემოსული შეკვეთა ავტომატურად გენერირდება ჩვენთან. კიდე ერთი კითხვა მაქვს, რა შემდეგ გადაცემაში დაუშვათ რომელი e-commerce-ის ან კომპანიის ნახვა გაგეხარდებოდათ? არის ესეთი ახალი კომპანია geogreen.com-ი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ესე ვთქვათ, ნიტრატებს აპარატია, რომელიც ნიტრატებს აჩვენებს, ნიტრატების დონეს აჩვენებს ხილბოსნეულში, ასევე ხორცსეულშიც თუ აქვს. ძალიან საინტერესოა. და აქტუალური რა, ხა დღეს რას ჭამთ და ისა. ხო და ძალიან ისეთი მზარდი კომპანია და წარმატებას ვსურვებ და ვისურვებდი რომ ასევე აპირებს e-commerce ასოციაციაში გაწევრიანებასაც ძალიან კარგი. ჩვენი რეკომენდაციით და უსურვებ წარმატებას. ვიხარი აუცილებლად დავპატიჟებთ. ვახო, ძალიან დიდი მადლობა და ბევრ წარმატებას გისურვებთ. ასევე უსურვებ e-commerce ასოციაციას წარმატებას, ძალიან ბევრ დიდ საქმეს აკეთებთ, e-commerce-ის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დროს და გისურვებ წარმატებას. მადლობა, ასევე წარმატებები. დიდი მადლობა.